გისმენთ თბილისის დროით. კვირაზე მეტია დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ გარევაჭრობასთან ბრძოლა დაიწყო. სურვილი გარემოვაჭრეების ბაზრებსა და ბაზრობებში შეყვანისა დიდი ხანია არსებობს. თუმცა რეალურად მისი გახორციელება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში. ეს არ იქნება ერთჯერადი პროცესი, როგორც აქამდე ხდებოდა. ქალაქის ხელმძღვანელობა ყველა ფორმას გამოიყენებს, რათა ერთ დიდ ბაზრად ქცეული თბილისი ამ პრობლემისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს. სამშაბათ დღეს დედაქალაქის მერმა ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა და დაწყებული სამუშაოები შეაფასა. ერთი კვირაა ყოველ საღამოს ეს ტერიტორია იწმინდება და სუფთავდება. თავარია შესვლა, შეყვანა ამ ხალხის შიგნით რა. ჩვენ უნდა რაღაცნაირად უნდა ველაპარაკოთ, ამათ აუხსნათ, რომ ეს აუცილებელია ამის შესვლა, ალბათ ძალას დაგვჭირდება, რომ ალტერნატივა ამ ადამიანებს აქვთ. არ არის ეს ადამიანები, რომ ქუჩაში მიდიან რა. ყველას აქვს ალტერნატივა. ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რაც თავარია, რომ ეს ხალხი შევიყვანოთ. დეზერტირის ბაზარი 1000 ბაზრობებია შიგდა ტერიტორიებზე. ასევე ლილოა, ელიავა, რა ვიცი, ყველგან ბაზრობაა ეხლა და სადაც არის, ყველგან უნდა გადავანაწილოთ ეს ხალხი. პროცესში გამგეობასა და საქალაქო სამსახურებთან ერთად პოლიციაც ერთვება. პრინციპი ასეთია, თუ გარემოვაჭრე ნებით არ გადავა ვაჭრობის ცივილიზებულ ფორმაზე, მას აიძულებენ. კანონი კი ამის საშუალებას იძლევა. თუ გარემოვაჭრებასთან დაკავშირებით როგორ არის კანონი ვაჭრობის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან დაკავშირებით მიიღო კანონი და პოლიცია დაუდგება გვერდზე იმ სამსახურებებს შეასრულებენ თავის მოვალეობას და პოლიცია გააკეთებს თავის საქმეს, რომ გარემოვაჭრები გარეთ ქუჩაში არ იდგეს და არ დადგეს და არ ევაჭროს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში გარემოვაჭრეებისთვის დაწესდება შეღავათები. მათ გადასახადი დროებით ან სულ მოეხსნებათ, ან გაუნახევრდებათ. მერია ურჩ მოვაჭრეებთან დათმობას არ აპირებს. აქ თავის სიტყვა უნდა თქვას ყველამ, როგორც გარემოვაჭრემ, ასევე რა თქმა უნდა მოქალაქემ, რომელიც მოდის და ვაჭრობს აქ. მე მესმის მათ, იმიტომ რომ აქ შედარებით ფასები იაფია, მაგრამ მეორეცა ანტისანიტარია და გაუსაზღვრის მდგომარეობაში უხდება ცხოვრება თვითონ აქ გვით ხალხს, ვინც აქ ცხოვრობს. ხო ხედავთ, უკვე ვაჭრობა სანამდეა მოსული. წერეთლის გამზირზე უკვე თითქმის შუაქუჩაში ვარ ჩვენ გამოსულები და იქაც ხელთ ვაჭრობა მიმდინარეობს. არადა დეზერტირის ბაზარი თავისუფალია ნაწილი. ეხავე შეგიძლიათ შეხვიდეთ და პირველი სართული ფაქტიურად სულ თავისუფალია. მე მქონდა მოლაპარაკება დირექციასთან, ისინი თანახმანი არიან, დაასუფთავებენ, დააწყვიალებენ იქაურობას და ხალხი შევა და ივაჭრებს. სადაც ნაკლებს გადაახტევინებენ, ვიდრე გარემოვაჭრე ყიდულობს. ინიციატივა თქვენ ქონდათ 2 წლის წინათ, მაგრამ არაფერი ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაშინ მარტო იყო მერის ინიციატივა და ეხლა თუ ყველა გაერთიანდება, პირველ რიგში ძალოვანი სტრუქტურები მყავს ხელმძღვანელობაში, გამგეობის შესაბამისი სამსახურები, მაშინ ეს პრობლემა გადაწყდება. მუშაობა ამ მხრივ უკვე დაწყებულია. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გარდა სამუშაოები ყველა რაიონში ტარდება. გასულ კვირას გლდანი ნაძალადების რაიონის გამგეობამ პოლიციასთან ერთად გარემოვაჭრეებთან შეთანხმებით სავალ ნაწილზე განთავსებული დახლები აიღო. გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს სავაჭრო. გარევაჭრობის აქტივობის პარალელურად მერია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად ახალ სატრანსპორტო სქემაზე მუშაობს. უნდა მოხდეს არსებული სქემის ოპტიმიზაცია, ისეთი ვარიანტით, რომ აი ეს გადატვირთული ქუჩები როგორმე გამოვხშიროთ ჭარბი სატრანსპორტო საშუალებებისაგან. ამის გარდა ალბათ ლაპარაკი უნდა იყოს იმაზეც, რომ მოძრაობის ორგანიზაციის შესაძლებლობები მაქსიმალურად ჯერ გამოყენებული არ აქვს. შესაძლებლობები არის, ამ შესაძლებლობას უნდა გამოყენება. თუ ამას გამოვიყენებთ და ტექნოლოგიურ პროცესებსაც დავიცავთ, მაშინ ასეთი საცობები ნაკლებად იქნება წარმოშობილი. ახალი სატრანსპორტო სქემა ტრანსპორტის სავალი ნაწილების გათავისუფლებას ითვალისწინებს გარემოვაჭრეებისა და მანქანების ადგომებისგან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ თბილისის ქუჩებში ტროლეიბუსი მეორე რიგში მოძრაობს. თუ კი იქნება ქუჩის გამტარუნარიანობა გაზრდილი იმის ხარჯზე, რომ უადგილო ადგილზე მანქანების დგომა ეკძალება და ვაჭრობა ეკძალება, მაშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება საშუალება შეუფერხებლად იმოძრაოს. ეს არის ძირითადად ეს არის საბაძის ქუჩა, არის წერეთლის პროსპექტი, არის ესე იგი
ну რუსთაველი გასაგებია, კოსტავოს ქუჩა გასაგებია. აი ბატონმა მერმა ბრძანა რომ ეხლა მიიღება ზომები იმისათვის რომ თაბუკაშვილის ქუჩა გაიხსნას, თაბუკაშვილის ქუჩა პრაქტიკულად ერთადერთი სარეზერვო არტერია არის რუსთაველის გამზირისთვის, ხო და განტვირთვისთვის ეს იქნება შვება. თუ ჩვენ ტრანსპორტის გარკვეულ ნაწილს გადავიტანთ თაბუკაშვილის ქუჩაზე და იქ იქნება გამჭოლი მოძრაობა, მაშინ ბუნებრივია რუსთაველის პროსპექტით ამოისმოდგეთ. დღის წესრიგშია სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის შემცირებაც, რომლებიც ავტობუსებით ჩანაცვლდება. წელს მერია კიდევ 50 ავტობუსს შემოიყვანს, რაც ბუნებრივია კონკურენციას გაზრდის. ჯერჯერობით კი იგრძელება სპეციალური გაჩერების გარდა სამარშრუტო ტაქსების გაჩერება. ამისდით მუშავდება სქემები, რაც საცობების რაოდენობასაც შეამცირებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ახალი სატრანსპორტო სქემა თბილის გადატვირთული ტრანსპორტისგან განტვირთავს. თაბუკაშვილის 44 ნომერი, რომელიც ოპერის უკან მდებარეობს, უკვე რამდენიმე წელია იმდენად ავარიულია, რომ მისი დანგრევის რისკი საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ თაბუკაშვილის ქუჩის ეს მონაკვეთი გადაკეტილია. ამ სახლში 4 ოჯახი ცხოვრობს. ეს გახლავთ შეიძლება ითქვას ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება უსაფრთხოების მიზნით აქ მცხოვრებ ადამიანებს ბინებს თავაზობს, რათა შენობა საბოლოოდ დაინგრეს და გზა გაიხსნას. რაც ბუნებრივია ზედმეტი ტრანსპორტისგან განტვირთავს რუსთაველის გამზირსაც. მერია და მოსახლეობა ვერ თანხმდება. აქ მცხოვრები ადამიანების ნაწილი უფრო მეტ ფარგლს ითხოვს და ბუნებრივია თაწმინდიდან მათ გარეუბანში გადასვლაც არ სურთ. მერიის მიერ შეთავაზებული თანხა კვადრატული მეტრი $250 ექვივალენტში მათ არ აწყობთ. ეს თქვენი საკუთრებაა თვითონ? დიახ, ჩვენი საკუთრება. რამდენჯერ ყოფილა ჩამოსული დაჟე ვიცა ის აქვია ბიზნესმენი ისრაელიდან გერმანელი უარი თქვეს. თორე ჩვენ ბინას მივხედავდით. პრივატიზირებული ბინები გვაქვს. კი, მაგრამ თუ თქვენი საკუთრება და შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მოუაროთ, მერია რა შეიძლება? ოპერას გადასცა Шеварднадзем ეს ტერიტორია, თავისი ბინებიანა. Не только наши. Вот 4 дома Шеварднадзе подарил опере. А опере денег нету, ничего не может опера сделать. Зарплаты раздавать. Опера может дать. როგორც ირკვევა, ტერიტორია, სადაც ეს სახლია განთავსებული, ოპერას ეკუთვნის. ვერა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სათავსოები არ გააჩნიათ და წესით ქვეყანას ფედერალური ბიუჯეტს უნდა გაეღოს თანხები და დაეფინანსებინა ამ ხალხის გაყვანაც და რაც მთავარია ოპერის საცხოვრებელი სახლით და ასევე სათავსოების მშენებლობა. ეს დაინგრევა და აქ ააშენებს მერე ოპერა თავისი ძალებით თუ ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტი გამოუყენებს თანხებს. თავად შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება. მოსახლეობა კი ბინებს მხოლოდ თავიანთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დატოვებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივდივართ ძალადობაზე, იმიტომ რომ არსებობს კანონი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია გავიყვანოთ იძულებით წესით. და საკუთრება თუ არის ეს სახლი რა კანონი რა? არსებობს კანონი ექსპროპრიაციის შესახებ, სადაც წერია, თუ ეს არის სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი იძულების წესით შეგვიძლია ესე იგი იგივე ფართის შევთავაზოთ, რაც მას გააჩნიათ და გავიყვანოთ, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ ამაზე. 6 წელი ესენი ბინას ელოდებიან. იმიტომ, სწორედაც იმიტომ, რომ აქ არის მათი პირადი ინტერესები. არის სხვადასხვა მომენტებთან დაკავშირებული. ჩვენ რო შეგვიძლია ახლა ესენი თანახმანი იყვნენ, ანალოგიური ფართი მივცეთ ნებისმიერ ადგილას გავიყვანოთ, მაგრამ მაინც უნდა თაწმინდის რაიონში, ან იგივე მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა თაწმინდის რაიონიდან გდანში არავინ არ წავიდა. მაგრამ როცა ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ანალოგიური ისევე ძველგანაშენიანებაში, ძველგანაშენიანებაში ერთი წუთით რა შეგვეძინა, რომ არა ძველ ბინაში როგორღა წავალო. წარმოიდგინეთ, იქიდან აი ახლა შევადაროთ, აი ეს და ძველი ბინა რა, სადაც ცხოვრება შეიძლება. შეიძლება მის შედეგად. აი ესეთი პრეტენზიებია, ამიტომ არის ესეთი მომენტები, რომელსაც ჩვენ ანგარიშს უწევთ. მერია გამოსავალს ეძებს. ამ შეხვედრაზე მოსახლეობასთან სწორედ იმაზე შეთანხმდნენ, რომ აქ მოსახლე 4 ოჯახს მარჯანიშვილზე მშენებარე ბინებში გადაიყვანეს. 23.03.67 გისმენთ თბილისის დროით. მერიისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების პრინციპით მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მერიამ გზების მშენებლობა დაიწყო. ამჟამად პროგრამა ნაზალადევისა და ჩუღურეთის რაიონებში ხორციელდება წერონისის, ლამის, დავითაშვილის, გრანელისა და პროლეტარის ქუჩებზე. ეს ქუჩები მთლიანად იქნება აღდგენილი. ამისათვის ბიუჯეტში მსოფლიო ბანკთან ერთად გამოყოფილი გვაქვს 4 მილიონ ლარზე მეტი და ვფიქრობ, რომ სადღაც თვენახევარში ძირითადი სამუშაოები დასრულებული იქნება. ამის გარდა ჩვენ უკვე მსოფლიო ბანკს წარუდგინეთ კიდევ ახალი პროექტები და წელს ძალიან ბევრი ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება ქალაქში. კიდევ იხილება სხვა მრავალი პროექტი, მთლიანობაში ეს პროექტი მოიცავს $20 მილიონ. ისე რომ აი ამ წლების მანძილზე რაც გასულ წელს დავიწყეთ, ასევე გაგრძელდება. წერონისის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მოხდა ტრამვაის ხაზის დემონტაჟი, იცვლება გარე კომუნიკაციები და სანიაღვრე კოლექტორები. სამუშაოები სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს. ახალი წყალკანალიზაციის სისტემის დამონტაჟების შემდეგ ყველა ქუჩაზე ასფალტსაფარი დაიგება. გარდა ამისა, შეცვლილია ტექნოლოგია. მიწაში მეტალის ნაცვლად პლასმასის მილები ჩაიდება, რომელიც უფრო გამძლეა. კოროზიას არ განიცდის, დაზიანებებიც აი ფიზიკური ზემოქმედებისგან, ან გრუნტის დენისგან არ ხდება, იმიტომ რომ ამას მეტი უნარი აქვს
ასეთი დატვირთვების გაძლების და უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვს მუშაობის. ეს პოლიტიკა, რომ კომუნიკაციები კეთდება, იცვლება ყველაფერი, ეს აბსოლუტურად სწორია, გამართლებულია. შემდეგ ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუჩა კარგი ხნის განმავლობაში აღარ გაითხრება და შენარჩუნებული იქნება ასფალტის კარგი საფარი. თითქმის კვირაზე მეტია თბილისის პირველ გიმნაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება სახურავი, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა. ხარჯებს სამუშაოსთვის მოსკოვის მერია იღებს. მე თავიდანვე მადლობა მინდა უთხრა ბატონ იური ლუშკოვს. მე მასთან არაერთი შეხვედრა მქონია ამ სკოლასთან დაკავშირებით. თავის დროზე ბატონმა ლუშკოვმა დააფინანსა და თქვენ იცით რომ 95-ში ეს სკოლა ჩაბარდა. აი როგორც ახლა გამოიყურება ისე მდგომარეობაში მოსწავლეებს და პედაგოგებს და მშობლებს. მიწისძვრის შემდეგ შენობა დაზიანდა. პირველი პრობლემაა გადახურვა. მოსკოვის მთავრობამ სკოლას $170,000 გამოუყო, რაც გადახურვის გარდა გარე ფასადის მოწესრიგებასა და გაზგაყვანილობის სისტემის მშენებლობას მოხმარდება. სამუშაოები 2 კვირაში დასრულდება. სკოლას უკანა ფლიგელი აქვს, რომელიც დაწყებულია, მაგრამ დაკონსერვებულია, იმიტომ რომ ქაღალაკს და ქვეყანას ფული არ გააჩნია. მე მპირდება ბატონი ლუშკოვი რომ გამოყოფს ამისათვის კიდევ თალკე თანხებს. ამის გარდა ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს, რომ სკოლა აშენდეს უკანა ფლიგელი და მე ვფიქრობ, რომ სადღაც შესაძლებელია თუ თანხები იქნება, სადღაც წელიწად ნახევარში მეორე ფლიგელის დავასრულოთ უკვე. რადგან ახლა სკოლაზე ვსაუბრობთ, ასევე აუცილებელია რამდენიმე სკოლა დასრულდეს დედაქალაქში, ეს ეხება ვაშლი ჯვარში არის სკოლა დაწყებული და დაკონსერვებულია მისი მშენებლობა და ისიც უნდა დავასრულოთ, ასევე დიდ დიღომში მეოთხე მიკრორაიონში სკოლის მშენებლობა უნდა დავიწყოთ და შესაძლებელია რომ ისიც დასრულდეს და ვარკეთილში არის კიდევ ერთი საშუალო სკოლა, რომელიც უნდა დამთავრდეს. სკოლების მშენებლობისთვის თანხებს მერია გაიღებს. როგორც ვარაუდობენ, წელს მსოფლიო ბანკის პროგრამაც გაგრძელდება, რომელიც სკოლებში გათბობის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს. მერია ამ პროცესში წილობრივ ფინანსურ მონაწილეობას იღებს. პროგრამა გაგრძელდება, თუ რა თქმა უნდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსება იქნება. მაშინ ჩვენ 56 სკოლა მოვიცავით, 56 სკოლაში გათბობის სისტემა დავამონტაჟეთ. ქვაბთან დაკავშირებით ახალი ქვაბი არის დასამონტაჟებელი, რაც ყველაზე მთავარია, თორე ეხლა სკოლა ქალაქში ყველა თბება, მაგრამ ზოგი შეშაზე, ზოგი საწვავზე ზოგი ნახშირზე და ასე შემდგომ, მაგრამ აი ის რომელიც ახალი ქვაბები დავამონტაჟეთ, ჩვენ ის ყველა არის საწვავზე, ბუნებრივი არის მომხედველობაში და რა თქმა უნდა, ყველაზე ეკონომიურიც არის. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ინფექციური დაავადებები ზამთრის თვეებში უფრო აქტიურად გვახსენებს თავს. მით უმეტეს ისეთი დაავადება, როგორიც არის ბოტულიზმი და რომლის განვითარებასაც თავად ჩვენივე დაუდევრობით უწყობთ ხელს. ამ მწვავე ინფექციურმა დაავადებამ იანვრის თვეში უკვე რამდენიმე ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა. ეს არის საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, გამოწვეული არის ძირითადად შებოლილი თევზით, შებოლილი ლორით, შებოლილი ძეხვით და ოჯახის პირობებში დამზადებული სხვადასხვა კონსერვებით. რა იწვევს ბოტულიზმს, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული. ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც მიწასთან შეხებაშია, მოხუპვის პირობებში გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც ყველაზე ძლიერი ტოქსინია დედამიწაზე. და 100 გრადუსიანი დუღილის დროსაც ეს ტოქსინი ბოლომდე არ იღუპება. ეს უნდა იყოს 120 გრადუსი ავტოკლავირებით, სადაც დაიღუპება ეს სპორა. სპორას არ კლავს 100 გრადუსი. მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით თუ როდესაც გახსნიან ამ პროდუქტს, წამოადუღებენ 15-20 წუთი, თვით ტოქსინი ძალიან ლაბილურია ის, რაც დაავადებას იწვევს და ხდება მისი ინაქტივაცია. ანუ არა სამედიცინო ენით რომ განმარტოთ, მოხუპული პროდუქტი გახსნისთანავე წამოადუღეთ 15-20 წუთის მანძილზე. თორემ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები შეიძლება ბოტულიზმის მსხვერპლიც გახდეთ. ეხლაც აკვავს ორი შემთხვევა ბოტულიზმის, ახლა ამის შესახებ სულ ყოველთვის ახლა როცა კი არის შემთხვევა, ვცდილობთ რომ სხვა ავადმყოფებსაც რაღაც მცირე ლექცია ჩაუტაროთ, რომ აი მათაც არ გაიმეორონ ის. აი საკმაოდ ინტელიგენტი ხალხია და ეხლა რო შევედი პალატაში, ხონდათ გახსნილი ალუბლის წვენი. უთხარი რომ აი ხო ნახეთ როგორი ავადმყოფები, აპარატზე იყო როგორი ის. ნუ აი ძალიან მოინდომა ბავშვმა და გაუხსენით. აი ჩვენი მენტალიტეტი ეს არის. არ შეგაშინებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ფაქტიურად არ არსებობს პროდუქტი, რომელიც მოხუპვის შემდეგ არ იყოს საშიში. მაგრამ ჩვენი ტრადიციული დიასახლისები ხომ ვერასოდეს გადაეჩვევიან სახლის პირობებში დამზადებულ მჟავე კიტრსა და დაკონსერვებულ ბადრიჯანს, გემრიელ კომპოტებსა თუ სურნელოვან წიწაკას. ამიტომ ასეთი პროდუქტების მირთმევის შემდეგ კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. იქნებ ბოტულიზმი გეწვიათ. ინკუბაციური პერიოდი რამოდენიმე საათიდან
2-3 საათიდან დაახლოებით უფრო ხშირად 12-24 საათია. რაც უფრო მოკლეა ინკუბაციური პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, რა თქმა უნდა, ეს იგი იმიტომ მოკლე, რომ დიდი რაოდენობით მიიღო ეს ტოქსინი. დაავადება იწყება დისკომფორტით კუთხნაძლავის მხრივ. გულისრევა, ღებინება, თავიდან შეიძლება იყოს არაინტენსიური ბაღრათი, რომელიც მალევე ყაბზობით შეიცვლება. და შემდეგ უკვე იწყება ნერვული სიმპტომატიკა. ზედაქუთუთოს დაშვება, გაორება, ნისლი, ბურუსი თვალების მხრივ. შემდეგ ეს დამბლები ზევიდან ქვევით მოდის, რბილი სასის დამბლა, ყლაპვა უჭირს, მეტყველებს ლუღლუღით. შემდეგ უფრო დაბლა მიდის უკვე სასუნთქი კუნთების დამბლა და სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის სასუნთქი კუნთების დამბლა. ეხლაც ავატყოფი გვიწევს, რომელსაც სასუნთქი კუნთების დამბლა ჰქონდა და იყო დაახლოებით 19 დღე აპარატულ სუნთქვაზე. და ნუ საბედნიეროდ მაინც ახალგაზრდა იყო, თუმცა ჯერ კატეგორიულად თქმა გამოსავალზე ძნელია, ვინაიდან ამ დაავადების დროს გულით ზიანდება და არის კიდევაც დაზიანებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგად იქნება. გაცილებით უსაფრთხოა ქარხნული წესით დამზადებული კონსერვი, მაგრამ საერთოდ მისი უგულებელყოფა ყველაზე უსაფრთხოა. დღეისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ავადმყოფი წევს. სულ ზამთრის პერიოდში 10-15 კაცი მკურნალობდა. იყო სიკვდილიანობის შემთხვევებიც. ექიმების დიდი თხოვნა, ნუ მიემატებით ამ სიას. რაც არ უნდა კატეგორიულად მოითხოვოთ, მაინც გააკეთებენ. ერთადერთი აუცილებელი პირობა არის ამ დაავადებისაგან თავდაცვისა, რომ ხმარების წინ 15-20 წუთი წამოდუხდნენ. რა თქმა უნდა, პროდუქტივ და ხარისხიანი შეირჩეს, უნდა კარგად გაირეცხოს, მაგრამ ეს არ არის თავდასხმევა. და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ არავით არის არც გემოსკრივ, არაფერი არ იკარგება. იგივენაირია, როგორც არის. თუნდ აი კონსერვირების დროს ბევრ დროს ნუ დახარჯავენ და ბევრ ხანს ნუ ადუღებენ, მაგრამ ხმარების წინ აუცილებლად წამოდუხდეს. დამელაპარაკები? ხო. დახელი ვით ვარ? ილიშკა. რამდენი წლისა? 9. საიდან ხარ? მე აქედან ვარ, დედა რუსი მყავს, მამა ქართველი მან. რა გვარი ხარ? კოშელევი. ეს დედის გვარია? ხო. მამის? მამის არ ვიცი მე. და საცხოვრო? მე რუსთაველზე. და ოჯახში რამდენი ხარ? 4. ვინ და ვინ ხარ? მე და მამა და ძმა და ერთი სისტრა. და პედერა მე ვარ. აი, კაი ცხოვრება შეიძლება რა? არის მათხოვრო, არ შეიძლება. დღეში რამდენი საკეთე? 9-7. რამდენი წლისა? 12. რა ქვია? მიშა. შენა? მე ირაკლი. რა გვარები ხარ? მე ლამპიაშვილი. ზახარო. შენ? მე ივანოვი. შენა? ბატონო? რა ქვია შენა? გიორგი. გიორგი, რა გვარი ხარ? კუბლაში. სალამურზე შენა რა? კი. მამა მუშაო? კი. სადა? ფოთლებს აგროვებს. შერის რობიტი შედა? კი. მერე ყოფნი? კი. ყოფნის გასულ? კი, არა უნდა ვთქვა დია. ყოფნის. შენ? მე დედაც აყავს და მამას და ძმას. რა ქვია? რამარა. რამდენი წლისა? 6. რამდენი ადამიანი ხართ ოჯახში? 6. ნუ დედა მამა ყავს? ხო. მუშაობენ? ხო. და 6 რამდენი ხართ? გოგოები ხართ, ბიჭები ხართ, როგორ არის? გოგოები და ბიჭები. თბილისის დროით ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში შემოგთავაზებ თემას საერთო განსჯისათვის ქუჩა და ბავშვები. თუ თქვენ თბილისი გიყვართ, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია, თუ გაინტერესებთ რა იყო გუშინ, რა ხდება დღეს, როგორი იქნება ხვალ თბილისი, უყურეთ გადაცემას თბილისის დროით.
23 03 67 გისმენთ თბილისის დროით.